ვერ გამასამართეს, მონა ვერ გამასამართეს ვერცეთ ღირსეულ საქართველოს მოქალაქეს. Anika. Anika. Შულოსი. რა ვქნა. ეხა ეთყობა რომ ემოციური უხმოთავი ჩართული და მაინც ეთყობა რომ ეთყობა იმიტომ რომ აბა კინოსკაცი უნდა იყოს. იცით რა არის რომ ნიკა ხულიგნობაზე რომ იყოს, მიქთამეობაზე რომ იყოს, ან რაღაც აფიორაზე და რაღაცები მშობლებისთვის საშინელება, მაგრამ მე სიამაყით გრძნობითა ვარ ახსავსე რომ ის პატრიოტია და საქართველოს სიყვარულის გამო იცება. ჩემ მეუღლეს დედა იყო კისლაუცკიდან და კისლაუცში აქვს სახლი. ნიკას მარტო ვერ უშვებდნენ ქუჩაში. რატომ იცით? 5 წლის ბავშვი იქაჩებოდა 10 წლის ბავშვის საცემლად. და როდესაც მოდიოდნენ იმ ბავშვის მშობლები, ნაცემის ბავშვის მშობლები, ჩემ მეუღლე ეკითხებოდა ნიკა რატომ შვები და საქართველო აგინესო. საქართველო ცუდად მოიხსენიესო და ამიტომ როგორ შეიძლება შეადარო რომ ლავროვთან არის ლავროვთან კი არა მეორე გავრილოვთან ნიკა შეკრული ხალხმა ხორის წყავები გააქვს ეს რომ მოისმენთ თქვენ რა ის ქონდა კიდევ ერთხელ ძალიან აი გაბრაზება ქონდა და გაბრაზება კი არა ერთხელ კიდევ შოქში ჩავარდი რომ ამათ უნამუსობა ზღვარი არ აქვს მიხარია რომ ნიკა ასეთია ვამაყო იცით რა ბედნიერება აუნტოფები რომ მოდიან და მერე რომ გადიან და ნიკას რომ ლოცავენ. მოდით ძალიან ჭკვიანი ეს ყველაფერს ხვდება. ბაბუაო მე იოანიშვილს დავიჭირე. ქენი მეუღლე წინააღმდეგი იყო ხო ნიკას პოლიტიკაში ყოფნის ჩემი მეუღლე ვაფშე საერთოდ ეს ბოლო მესიჯი რომ იწერა ნიკამ რომ სამაჯური კი და ნიკასთვის ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო რაც შეიძლება და მშობლებისგან მიიღო აი გადმოვახდეთ დღეს დაიჭერს ნიკას რომ მიჭერდნენ აი პირველ სასამართლო რომ იყო და რაღაც ხომ ვიცოდით რომ ნიკას დაიჭერდნენ ხო და ხამე ჭონქაძეს ცხოვრობ ჩვენ და დავჯედით ნანა საშინელ დღეში იყო ვერ ვიცანი და მე ვთქვა ნანა უნდა გავუმაგდეთ მეთქი იმიტომ რომ ჩვენ გავზარდეთ წესიერი შვილი მივეცით განათლება კაცობა აქვს, ყველაფერი აქვს, არ გვარცხვენს არაფერი და რა მოხდა? ვინ არა, ზუსტად გამსახურდიაც იყო ციხეში და მერაბკოსავაც იყო მეთქი ციხეში, მაგრამ ნამდვილი ქართველები იყვნენ მეთქი და ნიკაც ნამდვილი ქართველია და უნდა გავმაგდეთ მეთქი, ნუ გეშინია, დაიჭირეს მე რა ვივლი იმ ციხეში და პერისაჩებს მეუტან რა ვქნაბა მეთქი. ეხლა ხერც ძლიერად და გეშინია. არ მეშინია. ხოთ არ შეეხონ ფიზიკურად. ამაზე ნერვიულობ თქვენ. ამაზე ნერვიულობ, თორემ ციხეზე არ ნერვიულობ და ეს თავრობა ყველაფერზე წამსვლელია და გავრილოვიც ყველაფერზე წამსვლელია. რაც მთავარია ქართულ ხალხს არ უღალატებს, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ.